ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს სწორედ მაშინ ესტუმრა, როცა ქვეყანას ახლა განსაკუთრებით სჭირდება საერთაშორისო თანადგომა. ანდრის ბერზინშმა თითქმის ყველა შეხვედრაზე დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. გამოცდილ პოლიტიკოს არც ეგრეთ წოდებული სამოკავშირეო ხელშეკრულების დაგმობა გამოჩენია. ლატვია მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, ამიტომ ბერზინშის მხარდაჭერა ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს მხარდაჭერა ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაუდასტურა ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერს მთავრობასთან ერთად და პარლამენტის თავმჯდომარესაც ქეთი ბოჯგუა გაგაცნობთ უმაღლესი რანგის სტუმრის პირველ დღეს. ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარებამდე რამდენიმე კვირით და რიგის სამიტამდე რამდენიმე თვითადრე ლატვიის პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ანდრის ბერზინშმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ქართულ კოლეგასთან და მთავრობის თითქმის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრით დაიწყო. ის რომ ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერაა, ორი ქვეყნის დელეგაციის წევრებმა შეხვედრის დაწყებამდეც აღნიშნეს. უმნიშვნელოვანესი ვიზიტია, რადგან ლატვია ხდება 2015 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მისი ერთ-ერთი კაფიო პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა. რიგის სამიტი მაისში, რომელიც პრაქტიკულად შეაჟამებს პირველ შედეგებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. პირველ რიგში ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. ჩვენ როგორც ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყანა მზადვართ ვიმუშაოთ რიგის სამიტის წინ საქართველოს მთავრობასთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ვიზა ლიბერალიზაციის პროგრამის ბოლომდე მიყვანას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლატვიისგან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემაზე მიიღო. ოფიციალური რიგა გმობს სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ დოკუმენტს, ითქვა პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე. ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა, უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს კიდევ ერთხელ ართულებს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მაშინ, როდესაც შეიქმნა ხელშეკრულება, რომელსაც ფაქტიურად ეს ოკუპაცია ანექსიის დონემდე მიყავს, ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი ხაზგასასმელია, იმიტომ რომ აქ ჩვენ ხედავთ მეგობრობას, მხარდაჭერას. პარტნიორი ქვეყნები ინტერესების დაახლოებას ეკონომიკაშიც ცდილობენ. პრეზიდენტ თბილისში ლატვიელი ბიზნესმენების 80 კაციანი დელეგაცია ჩამოყვა. პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა მათ დღეს ბიზნეს ფორუმზე უმასპინძლეს. ჩვენ რეალურად დავიწყეთ თვისებრივად სრულად ახალი ეპოქა გავხსენით ევროკავშირთან ურთიერთობაში. დღეს უკვე აღიარებულია ბატონებო, რომ ჩვენი ქვეყანა არის რეგიონის ლიდერი სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით. მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ღია უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ლატვიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. პარტნიორობა დღეს დოკუმენტურადაც გაფორმდა, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს, მათ შორის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროშიც. ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ანდრის ბერზინშმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლატვიის პირველი პირის ვიზიტი ხვალ ბათუმში გაგრძელდება.